ეს კითხვა რატომ გაიმარჯვებს უკრაინა რუსეთთან ამ უკვე 4 წლიან ომში ხვალ 5 წლიანი რომ იქნება და შესაძლოდ 6 წლიანის და 7 წლიანის ეს კითხვა რასაკვირველია აქტუალურია. ბევრი ჩვენგანი ამბობს რომ უკრაინამ გაიმარჯვა სტრატეგიულად უკვეო. როგორც ჩანს განმარტება სჭირდება მაინც ამ სიტყვას. რას ნიშნავს სტრატეგიული თვალსაჩინო გამარჯვება? ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ რუსეთს 1 2 3 4 5 6 თუ 7 ნაგლეჯი უკრაინის მიწისა არ სჭირდებოდა, მაგალითად დონეცკი, ლუჰანსკი, ხარკოვი, ყირიმი, ხერსონი ეს 5, დნეპროპეტროვსკი ეს 6, ოდესა 7, ანუ მალორასია თუ სხვა ტერიტორიები. რუსეთს სჭირდებოდა ზაპოროჟიე დამავიწყდა გოდიში მერვე, ხო? რუსეთს სჭირდებოდა და სჭირდება მთელი უკრაინა. და ეს მთელი უკრაინა რუსეთს სჭირდებოდა იმისთვის, რომ უკლებლიო ყველა სახელმწიფო, რომელიც დაინახავდა უკრაინაში გამარჯვებულ რუსეთს, მიბობღებულიყო მასთან. ბევრი იტყვის, რომ საქართველო და ბელარუსი განსაკუთრებით უკვე მიბობღებულები არიანო. მაგრამ სხვა სახელმწიფოებიც, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიც ხო არიან, მათ შორის არადემოკრატიულები, ვთქვათ გულახდილები თუ ვიქნებით ცენტრალური აზიის, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანი არის დემოკრატიული, მაგრამ აი ავტონომიურობის, სუვერენობის გარკვეულზე მეტი ნიშანწყალი კი ამ მდიდარი რეგიონის მდიდარ სახელმწიფოებს აქვთ. საქართველო კარგავს სუვერენიტეტს, თორე სხვები მაინც ცდილობენ მაინც რომ სუვერენიტეტი შეინარჩუნონ და განიმტკიცონ. საქართველო არც ცდილობს ივანიშვილის ხელში. ხო და მიბობღდებოდა ცენტრალური აზიის 5-ვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. მოლდოვა ავტომატურად მეთქი ასე გეტყვით დანებდებოდა. საქართველო პრაქტიკულად დანებებულია სომხეთში, რევანში გაუადვილდებოდა რუსეთს რომ მიეღწია მას გამარჯვებისათვის უკრაინაში. და გამარჯვება არის რა? კიევის თავზე უკრაინული დროშის ჩამოხსნა, აფრიალებული დროშის ჩამოხსნა და რუსული დროშის აღმართვა. ანუ იმგვარი რეჟიმის დასმა ვითომ დამოუკიდებელი უკრაინის სათავეში, რომელიც არა თუ ზელენსკიზე ან პოროშენკოზე, არამედ იანუკოვიჩზე უარესიც კი იქნება უკრაინისათვის. ზელენსკი პოროშენკოს, მაგრამ ზელენსკი საუკეთესო პრეზიდენტია დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში. თუ გქნებოდ გავიხსენოთ ვინ იყვნენ ლიდერები. ეს იყო კრავჩუკი, ეს იყო კუჩმა, რომელიც ხოშვი ძალიან პატრიოტი კაცი აღმოჩნდა დღეს და ახლა. კრავჩუკი, კუჩმა, იუშჩენკო, მაგარი კაცი ძალიან. ნარინჯისფერი რევოლუციის მთავარ ავტორი. სხვადასხვა ის არის ავტორი და ის არის ნარინჯისფერი რევოლუციის გმირი და არა ტიმოშენკო, რომელსაც გამიკვირდა სიმართლე გითხრათ მისტირის ცოტა ნაციონალური მოძრაობა იმის გამო, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ გარკვეული შეზღუდვები დაუწესა უკრაინის ამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც პრორუსია, კი არა რუსია, ჩემი აზრით. მათ შორის იმიტომ, რასაც ჩადიოდა ის უკრაინაში და უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობა შემიძლია იმხანა იმჟამინდელი გავიხსენოთ, ბუნებრივი აირის სკანდალი და ასე შემდეგ. მოკლედ, იუშჩენკოს შემდეგ პოროშენკო, გასავათ რაგვარია ეს, იანუკოვიჩის შემდეგ უკვე პოროშენკო და პოროშენკოს შემდეგ ზელენსკი. ზელენსკი საუკეთესო ლიდერია, მეთქი აქ იკითხავთ. და არა მარტო არა თუ ზელენსკის დამხობა უნდოდა და უნდა რუსეთს, არამედ უნდა იმგვარი საკუთარი მომხრე პოლიტიკოსის მიყვანა კიევის შიდა უკრაინის სათავეში, რომელიც იმაზე უფრო მაღლა ააფრიალებს რუსულ დროშას, ვიდრე ააფრიალებდა თეორიულად მაგალითად ხსენებული იანუკოვიჩი. და ეს არ გამოსდის რუსეთს, ეს უნდა ვთქვათ. მაგრამ რატომ არ გამოსდის? ესეც სალაპარაკოა. გავიგეთ, ყველა რომ დასავლეთი ეხმარება, აგე ფრანგები გადასცემენ კიდე რაღაც
თვითმფრინავებს შეერთებული შტატებიდან ნატოს გავლით მიდის შეიარაღება და მიდის. აქვს სადაზვერვო ინფორმაცია. მისი ჯარისკაცები და დაახლოებით 700-800 შეიძლება მილიონი ჯარისკაციც კი ყავს უკრაინას ახლა, ვინც იცავს უკრაინას და როტაციაც მეტნაკლებად ნორმალურად ეს მობილიზაციაში უჭირთ, როტაცია პრინციპში ნორმალურად მიმდინარეობს. უამრავი პრობლემა აქვს. მისი ჯარისკაცებიც რასაკვირველია იცავენ, ამერიკული დახმარება, ევროპული დახმარება, ფული 90 მილიარდი მიიღო, უკვე ჩაირიცხება პირველი 45 მილიარდი გავიგეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ რა ფაქტორია და მე გეტყვით რომ სულის კვეთების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ამგვარ ჯოჯოხეთურ ომში გამარჯვება. ისინი საკუთარ მოქალაქეების საკუთარ სამშობლოს იცავენ. ოღონდ იცავენ ის მოქალაქეები, ვისაც ავტომატის ხელში აღება უტრირებს ცხადია. იარაღის ხელში აღება არ შეუძლია. რასაკეთებენ მაგალითად რიგითი კიეველები. მე დღეს შევხვდა ერთი ვიდეო კადრი, ერთი კი არა, ორი ვიდეო მასალა. საოცარი ჩემი აზრით. რასაც რუსული საზოგადოება ვერ აძლევს საკუთარ თავს ამის გაკეთების უფლებას, მეთქი უკრაინის ომის კონტექსტში. ანუ ისინი ვერ ხალისობენ, ვერ ერთობიან. აი გართობაც კი როგორც ასეთი, აი გაგიკვირდებათ და სწორ დროს, სწორ მომენტში, სწორ კონტექსტში, ცეკვა თამაშობით შეპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან არის უკრაინის ხელთ არსებული საკმაოდ სერიოზული იარაღი ბრჭყალებში. ხო და გართობის თაობაზე შევხვდა ორი ვიდეო კონტენტი. მდინარე დნეპრი გაყინულია და კიევის, არ მინდა შემეშალოს, კიევის 24 იანვარს გაყინულ დნეპრზე უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი, მცირე ნაწილი, რასაკვირველი ახალგაზრდები, შეიკრიბა მოსახლეობის ნაწილი და წვეულება გამართა იმის ნიშნად, რომ მიუხედავად გასულ ღამეს, ანუ წინა ღამეს დაბომბეს ოკუპანტებმა მათი სახლები. მიუხედავად ადამიანური დანაკარგებისა და უკრაინას არ დავმალავთ ამას და არ ვმალავთ ცხადია. საკმაოდ დიდი რაოდენობით მოქალაქე დაეღუპა. არა იმდენი, რამდენიც რუსებს, მაგრამ უკრაინის მასშტაბებში და დიდი ქვეყანა კი არის, მაგრამ რუსეთზე გვარიანად პატარა, უკრაინის მასშტაბებისთვის მაინც დიდია მსხვერპლი. მიუხედავად ომისაგან გამოწვეული უდიდესი ტკივილისა და უკრაინა კიევი მათ შორის გამოყინულია ახლა, ტკივილებზე რომ ვილაპარაკოთ ცხადია, მაგრამ გამოყინულია, იმიტომ რომ გათბობა არ არის ელექტროენერგია ხშირად. ისინი არ ტყდებიან, ანუ მოქალაქეები. არ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, უიმედობაში, არ ითხოვენ შეიარაღებული ძალებისაგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რემარკაა. ადამიანები კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვში თუნდაც საბრძოლო მოქმედებები, სადაც მიმდინარეობს, იქიდან სიახლოვეში არ ითხოვენ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისაგან დანებებას. მე სოციოლოგიურ კვლევას ჩავეცადე ამ რამდენიმე ხნის წინ და საოცარი რიცხვია მოვიკითხე. 78% უკრაინელები საკვლევად ომის გაგრძელების მომხრეა. გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რაც თქვი, იმას ხვდებიან, რომ თუ უკრაინის რომელიმე ერთი სოფელი თუნდაც დაეცემა შესაბამისად უკვე ქალაქი და თუ ქალაქი დაეცემა რეგიონი და თუ რეგიონი დაეცემა ქვეყანა და თუ ქვეყანა დაეცემა, ამაზეც ფიქრობენ, მერკი ეს როგორ გითხრათ, მაგრამ ამაზეც ფიქრობენ, ნაწილი საზოგადოების ამაზეც ფიქრობს, დაეცემა მთელი ყველა, ვინც გარშემო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაში, ვინც შედიოდა, რომელი რესპუბლიკაც შედიოდა, ქართველებზე სულ უნავენ, არა. ქართველებზე სწორედაც რომ აღარ ფიქრობენ, მეთქი რიგითი უკრაინელები ადრე შესაძლოა ფიქრობენ. მაგრამ ბიზნეს ქვეყანაზე ნაკლებად ან იშვიათად წაეფიქრებათ. თუ წაეფიქრებათ, მხოლოდ და მხოლოდ გულის ტკივილით, რა მაგარი ქვეყანა იყო და რა სუსტი ქვეყანა, რა არა მაგარი ქვეყანა აღმოჩნდა. მაგრამ მართლაც თუ ესე ფილოსოფიურად გავხედავთ დავხედავთ ამ ამბავს, ხო? ჩვენ დასაკვირველია მივხვდებით, რომ რუსეთი ამაზეც წავა, ანუ საბჭოთა კავშირის ნაირი ქვეყნის აღმართვა აღდგენაზე. ცენტრალური აზია როგორ მივა ახლა, მაგრამ მიბობღდება ყველა. საქართველო უკვე მიბობღებულია, ბელარუსი უკვე მიბობღებულია და ვინც იოტის ოდენა წინააღმდეგობას უწევს რუსეთს. ცენტრალური აზიაც კი უწევს. გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ სუვერენობას ინარჩუნებს, სუვერენული გადაწყვეტილებების შესაძლებლობას ინარჩუნებს.
სურვილს გამოთქვამს სულ მინიმუმ. ესენი სურვილს, ანუ ეს ქართველი ბანდიტები, სურვილსაც კი არ გამოთქვამენ, რომ სუვერენული გადაწყვეტილება მიიღონ. კარგით, ახლა გამიგრძელდა, მე გაჩვენებთ იმ კადრებს, როგორ წვეულება როგორ გამართეს უკრაინელებმა. მდინარე დნეპრზე, გაყინულ მდინარე დნეპრზე. ბევრი წერს სწორედ ასე, დაამარცხებს კი ამ ხალხს უკრაინელებს რუსეთი. ჩაუწიოთ ხმას, მეორე კადრიც არის და სხვა კადრი არ გაგვეპაროს ამასობაში. ბოდიში აქ არა. ესე ჯობია რომ ავიდეთ. აი ეს არის ხო? დიახ, აუწიოთ ახლა ხმას. დაამარცხებს კი რუსეთი? მე გეტყვით რომ ვერ დაამარცხებს, მით უმეტეს რომ უკვე სულ უფრო ხშირად ჩდება სოციქსელებში. პირველ ყოვლისა. ჩდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რა საშინელ მდგომარეობაში არიან რუსი საჯარისკაცები, საზარბაზნე ხორცებად გარდაქმნილები. აი მაგალითად, აი ეს კაცი. აი ფოტოკადრს გაჩვენებ თუ ვიდეო კადრია. ყვება როგორ წავიდა მისი შვილი ომში. ეს კაცი მამა არ გავლანძღოთ მაინც და მაინც, ხო? რუსის მამა გაყვა რუსის შვილს. და ყვება ამგვარ რამეს. ნახეთ, რას ამბობს, ბოდიშ ვიხდი. 252 პოლკმა ჩაარჭო დროშა, რომ პოლტავკა აღებულია. და მას შემდეგ რამდენი გავიდა, ანუ რუსებმა აიღეს პოლტავკა სექტემბერში. მას შემდეგ რამდენი გავიდა 4-5 თვეო? პოლტავკაში კი ევაკუაციის ჯგუფები დღემდე ვერ მუშაობენ და ეს პოლტავკა რამდენადაც ვიცი დაიბრუნეს უკრაინელებმა, ანუ დროშა ჩარჭობილი იყო რუსებისა, კადრი გადაიღეს რუსებმა, თქვენს რომ პოლტავკა ჩვენიაო. ეს კაცი საუბრობს დასახლებული პუნქტების აღების ფორმალურობაზე, რუსულ დროშებს აღმართავენ, ანუ ჩაარჭობენ, მაგრამ პოზიციების შენარჩუნება შეუძლებელია. იმასაც ამბობს, საინტერესო რამეს ამბობს, რა გამოდის? იმისთვის, რომ რუსეთის შეერაღებულმა ძალებმა დნეპრამდე მაინც მიაღწიონ 50 მილიონი ამ დინამიკით, 50 მილიონი ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს. 50 მილიონი ჯარისკაცის დაღუპვის რესურსი რასაკვირველია. 50 მილიონი მოქალაქის დაღუპვის რესურსი რასაკვირველია, რუსეთს არ აქვს. ამიტომ მტკიცება იმისა, რომ სტრატეგიულად დამარცხდა რუსეთი უკვე, იმიტომ რომ ვერავითარ შემთხვევაში იანუკოვიჩზე უარეს ვერ მოიყვანს და იანუკოვიჩსაც ვერ მოიყვანს, ხო? ანუ პირდაპირ რუს ივანოვს ვერ დასვამს. მთელ უკრაინას ვერ გააკონტროლებს, რომ წაიღოს ხო წარმოუდგენელი, მაგრამ რომ წაიღოს ვერ გააკონტროლებს. მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ტაქტიკურ დონეზეც მარცხდება. არის ესეთი ცალკეული ისტორიები იმ ადამიანებისა, ვინც ომის ფრონტის ხაზზე არიან. ეს კაცის ფრონტის ხაზზეა. ალექსანდრე ანორინი ქვია, გვარი სახელი ალექსანდრე, გვარი ანორინი. ხო, კიდევ ერთი სხვა ამბავის გავრცელდა, სხვაშორის კიდე კაი გამახსენდა. ილია ნიკოლაევი, ვინმე 98 წელს დაბადებული რუსი სალდატი, ოკუპანტი. რუსეთის შეერაღებული ძალების 79 გვარდიული მოტოსროლელი დივიზიის ბატალიონის სამხედრო მოსამსახური, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინის ჩრდილოეთ მიმართულებაზე, ხარკოვის ფრონტზე ქალაქ ვოლჩანსკის რაიონში, ისაუბრა იმაზე ეს კაცი, ახალგაზრდა კაცი, 98-ში დაბადებული 28 წლის. როგორ ხდება პრაქტიკაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში რუს დაღუპულების გაფორმება და როგორ ატომელოდებიან ოჯახები წლობით ახლობლებს უგზო-უკვლად დაკარგული სტატუსით. ანუ ადამიანები კვდებიან და ყვება მე 5 თუ 10 ჯარისკაცის თაობაზე 10 დაღუპული რუსი სამხედროს ცხედარი იყო ჩემს გარშემო. ყველა მათგანი ოფიციალურად ირიცხება როგორც უგზო-უკლოდ დაკარგული. რატომ? იმიტომ რომ რუსებმა, რომელსაც ეკონომიკურად უჭირთ, არ გადაუხადონ მშობლებს თუ ოჯახის წევრებს, ოჯახებს არ გადაუხადონ დაღუპულის. მათ შორის ამიტომ დაღუპულისათვის კუთვნილი კონფისკაცია. კომპენსაცია. ხო? ნიკოლაევი ამტკიცებს, რომ მათ დაღუპულებად მხოლოდ მას შემდეგ აღიარებენ, რაც მოხდება ევაკუაცია და ცხედრებს სახლში მიასვენებენ. როგორც ვერც ასვენებენ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ათეულობით 1000 რუსი სამხედრო არის გაგიკვირდება და უკრაინელების მორგში მოხვედრილი, მორგებში მოხვედრილი. პაკეტებია ასეთი, მე მგონი ადრეც მithქვავს, მაქსიმალურად დაპატარავებულია ცხედრები და ასეა შეყრილი იდენტიფიკაციის გარეშე, ვისი იდენტიფიცირება ხდება, ესენი არიან უკრაინელები.
და მე უკვე გაასვენებენ ხოლმე დაღუპულებს სასაფლაოებზე და აი უკრაინულ მორგებში რუსების ცხედრებია იმისათვის რომ მე მოხდეს გაცვლა მაგალითად და ასე შემდეგ. ახლა რამდენია მიტოვებული და მიგდებული ველზე ცუდად ჟღერს რა მესმის, მაგრამ რამდენი არის აყროლებული განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ხო? ეშტი უნდა ვთქვა, ცხედარი, თუნდაც. ხო წარმოგიდგენიათ. ეხლა რატო ყვები ამ ყველაფერი მაინც პოლიტიკასთან არის კავშირში და პოლიტიკა კი ამგვარია განსაკუთრებით დასავლეთისა. უკრაინას აძლებინებენ, თუნდაც ასე ვიტყვი. უკრაინას ექნება გაძლებისათვის და თავდასხმისათვის საჭირო იარაღიც. გეტყვით, რას გულისხმობ, აი, მაგალითად, ესეთი კადრი გავრცელდა. თუ ნახავთ. ხო, როგორც ჩაქრა, მაგალითად, ბელგოროდში, შუქი ბელგოროდს დაარტყეს, იქ რაღაც სხვა ქალაქს დაარტყეს, ნელ-ნელა მივაგდებ ამ კადრს. თქვენის ნებართვით. ცოტა მოძიება დამჭირდება. აი, ეს არის ამ წუთებში ქალაქ ტაგანროგში, უკრაინელების ფრთოსანი რაკეტებით ჩაბნელებულია ტაგანროგი. გაქრა, იმიტომ რომ კამიკაძე დრონებით ელექტროსადგურები და ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურები დაიბომბა. ამ წუთებში ამას რომ ეს არის დაახლოებით 20 საათის წინანდელი ამბავი. ჰაიმარსის საკარაკეტო სისტემებიდან გაშვებული რაკეტებით ბარაქიანად იბომბება მას ბარაქიანად ამასაბატებს ალფა სიხშირე იბომბება ბელგოროდის ელექტროსადგური ისიც ჩაბნელებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ტაქტიკურ დონეზეც იმარჯვებს და უკრაინას აძლევენ იმ იარაღს რომელიც თავდაცვისათვის და გარკვეული თავდასხმისათვის არის საჭირო და აუცილებელი უკრაინისათვის აძლევენ ფულს სტაბილურობას როგორც ასეთს მეტნაკლებად ცხადია ინარჩუნებენ უკრაინაში და გარშემო დავხატავ თქვენის ნებართვით გარშემო რასაც განსაკუთრებით შეერთებული შტატები აკეთებს გარშემო იქ ამოსპობს ცალკეულ რუსულ საყრდენებს არის პირობითად ვენესუელა პირობითად ირანი ირანზე ცალკე ვიდეო ბლოგს ჩავწერ პირობითად კავკასიის რეგიონი სხვა რომელიმე რაღაც ის არ მაგალითად გრენლანდიაში გრენლანდიის გარშემო არქტიკის გარშემო რუსეთის და სუსტება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ პირობებში რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია ამგვარი ინფორმაცია ვრცელდება რომ არ არის გამორიცხული რომ არ მინდა შემეშალოს არ არის გამორიცხული რომ პუტინმა გამოიყენოს არა ბირთვული არამედ ქიმიური იარაღი. ხა მე რა უფლება მაქვს იმის თქმისა რომ გამოიყენოს მეთქი არავითარ შემთხვევაში მაგრამ უყურეთ აი ეს არის ზუსტად Times-ი წერს პუტინმა შესაძლოა მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი გამოიყენოს თუ ომი ჩიხში შევა. ეხლა ეს Times-ი ავტორიტეტული გამოცემაა. უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ Times-ის ცნობით რომ რუსული ქვედანაყოფები ზოგჯერ იყენებენ ქლოროპიკრინს ხრჩოლავ ნივთიერებას რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. სულ მახსენდება ეს ქართული რუსული ოცნების მიერ გამოყენებული ქიმიური იარაღი მაღალი ალბათობით გამოყენებული და ამ ზმნას ვიხმარ ადრე იქნება თუ გვიან მივათრევთ ქართული რუსული ოცნების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესამდე და დამუმტკიცდებათ მაღალი ალბათობით აი ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. Times-ი წერს ეხა ისევ Times-ი წერს ისე უკრაინაზე ვილაპარაკოთ. დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ რომ უკრაინის მიერ დაფიქსირებული ქიმიური ნივთიერებების შესაძლოა სრულიად არ ასახავდეს რუსული არსენალის მასშტაბებს. რუსეთს რასაკვირველია დიდი მასშტაბი აქვს. ჩიხში რო შევა, მე არ ვიცი რუსეთი ეს ფაქტია. იმიტომ რომ გარშემო ყველაფერში ყველგან სუსტდება. გარშემო საქართველოს გარდა. გარშემო ბელარუსის გარდა. აი ყველგან ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ქვეყანას. სადაც უნგრეთიც კი არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც რუსეთი არ სუსტდება. დიახ, უნგრეთი ადეკვატური, მაღალი ალბათობით 2026 წლის სადღაც სექტემბრიდან, აგვისტოს სექტემბრიდან იქნება განსაკუთრებით მას შემდეგ თუ ორბანი წავა, მაგრამ ორბანი რომც დარჩეს, აი ახლა ერთ უცნაურ პროგნოზს გავაკეთებ, ამ შემთხვევაში კი გაცილებით ადეკვატური იქნება უკვე შემდგომი პრემიერობის პერიოდში.
მაგრამ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში იგივეს ვერ ვიტყვით. ქართული ოცნება ყოველწამიერად აბარგებს საქართველოს რუსულ სივრცეში, ადურთინებს საქართველოს რუსულ სივრცეში თავს. უკრაინა გაიმარჯვებს, აქ გითხარით, არა მხოლოდ სტრატეგიულად, ანუ ვერაფრიალდება, ვერაასდიდებით. რუსეთის სახელმწიფო დროშა კიევის რომელიმე ადმინისტრაციული შენობის თავზე, რადას თავზე, ასე მაგალითად, ვერაფრიალდება, მაგრამ თუ მაინც და მაინც ამის გეიმეტებათ ქართული ოცნების იმ ლიდერებს, რომლებიც შესაძლოდ უყურებენ ამ ვიდეობლოგს, მე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს მაინც მოხდა, თქვენი ოცნება თუ ასრულდება, რუსეთი მიიღებს პრინციპში ესე 100 წლიან ომს, 100 წლიან პარტიზანულ ომს. მოსკოვის, კრემლის აფეთქების ჩათვლით გაგრძელდება ეს ომი, ჩემი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ იმ შემთხვევაში მით უფრო თუ რუსეთი როგორღაც იძალებს, რაც წარმოუდგენელია და უკრაინას დაამარცხებს, დააჩოქებს ხელისუფლებას, თორე ომი კვლავ ვიმეორებ, ახალი ბანდერების ომი უკრაინაში იქნება სულ ვიდრე რუსეთი შემეძლო მეთქვა არ დაინგრევა მეთქი, მაგრამ ამ წინადებას არ წარმოთქვამ, ვიდრე რუსეთი არის იმპერიული სახელმწიფო. თუ რუსეთი იმპერიული სახელმწიფო არ არის, ეს თეორია კი ნამდვილად სწორია. ამ შემთხვევაში რუსეთი იშლება. აი ამბავიც ეს არის, რომ რუსეთის ამგვარობის საფუძველი არის მისი იმპერიულობა, როგორც ასეთი, როგორც კი ის აღარ არის იმპერია, უარს ამბობს იმპერიულობაზე, იმპერიაზე, საკუთარ იმპერიაზე, ის ინგრევა, იმიტომ რომ დეზინტეგრაციული პროცესები ამ შემთხვევაში გარდაუვალია რუსეთში. შემდეგ ვიდეობლოგი ირანზე მექნება. იქ ისეთი საინტერესო ამბები მიმდინარეობს, რომ უკვე, არ ვიცი, პროცენტებით როგორ თქვა, მაგრამ 90% ალბათობით ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერევა ირანის პროცესებში. სადაც რუსეთი სუსტდება გარშემო, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ ვიცოდეთ მაინც. ქართული ოცნებისთვის თუ რუსეთი სუსტდება არის ცუდი, ხოლო ქართული სახელმწიფოსთვის თუ რუსეთი სუსტდება არის კარგი. ირანზე მექნება შემდეგი ვიდეობლოგი. ამ ვიდეობლოგის სათაურს კი როგორმე მოვიფიქრებ. ნახვამდის.